პირველ რიგში დავეთანხმები ბატონ კახის იმაში, რომ მერაბიშვილის დაკავება მანამ სანამ არავინ არ არის დაკავებული უშუალო შემსრულებელი ან ადგილზე ბრძანების გამცემი ან დუბიკინს მომქნევი ან ხელის მომქნევი არის უკანონო და არ დავეთანხმები იმაში, რომ არ არის პოლიტიკური ელფერის მქონე. პირდაპირ მნიშვნელობით არის პოლიტიკური. რაც შეეხება 26 მაისს მე მაშინ ვიყავი ერთი ჩვეულებრივი რიგით პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც ბუნებრივია სამსახურებიდან გამომდინარე ევალებოდა კონკრეტული რაღაც საქმეების კეთება, დავალება და ამ შემდეგ კანონის ფარგლებში. 26 მაისს რა გევალებოდა თუ 26 მაისს მევალებოდა რომ პირველ რიგში დამეცვა წესრიგი კანონის მოთხოვნით და 26 მაისს არავის არ გაუწია ბრძანება, რომ ვინმე დაგვერბია, გაგველახა, დაგვესისხლიანებინა, დამული ხალხი გვეცემა, ამისთანა ბრძანება არასდროს არ ყოფილა. ან თვითნებურად ხდებოდა ის ყველა განყოფილებაში, თბილისის მასშტაბით, ყველა განყოფილებაში, ყველა სამმართველოში ჩატარდა თათბირები წინასწარ, სადაც კონკრეტულად იყო მოცემული დავალებები რა. იყო დავალებები, ჰქონდა ეგრეთ წოდებული ხამუტები, ანუ ხელბორკილების ნაცვლად და იყო პირდაპირი დავალება ესეთი, რომ ქალებს, ბავშვებს ბუნებრივია არც ვაკავებდით, არც წინააღმდეგობას, არანაირ ზეწოლას არ ვახდენდით. ის ადამიანები თუ ვინმე წამოვიდოდა და გამოეცლებოდა იმ შეკრებილ მასას, აუცილებლად უნდა გაგვეტარებინა, იყო ესეთი დავალება ნებისმიერ დამეთანხმებად. მათ შორის ის ადამიანები, ვინც დღესაც მუშაობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, მაღალ თანამდებობებზე, მინისტრის თანამდებობით, იყო ბრძანება, რომ ყველა ვინც წინააღმდეგობას გაგიწევთ, ანუ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, უნდა დაგვეკავებინა კანონით მონიჭებული ყველა რესურსი და მათ შორის ძალის გამოყენებითაც. თქვენ რომელ ფედერალში მუშაობთ კონკრეტულად? მე მუშაობდი არა, კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდი. შავი უნიფორმებით ვინც იყავით? ერთი შავი უნიფორმებით არ ვიყავით, პოლიციის ჟილეტებით ვიყავით. თათბირი ჩატარდა მანამ სანამ აქციას დარბევდა, ესე გამოსულა დარბევა უკვე დაგეგმილი იყო. დარბევა კი არ იყო დაგეგმილი. თათბირები ტარდება ყოველთვის. პოლიციაში და ეს იცით თქვენც ძალიან კარგად. თქვენ ცდილობთ ეხლა რომ მე რაღაცნაირად ისე მართლა გეუბნები ჩამჭრათ ან არაფერს არ ვცდილობ ჩვეულებრივად მე თქვენგან განსხვავებით და სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით ამ ყველაფერს არ ვიყენებ პოლიტიკური დივიდენდების მოსახვეჭად და არც კანდიდატი ვარ და არც ვეუყვები იმას, რაც არის რეალობა და რაზეც შემტკივა გული. კასაგებია, მაშინ თქვენ მიიღეთ დავალება, რომ არ უნდა შეხებოდით ქალებს, ბავშვებს აქციის მონაწილეებისთვის მიგეცათ საშუალება, რომ დაეტოვებინა. ძალიან დაძაბული სიტუაცია, ქალბატონი. ძალიან დაძაბული სიტუაცია იყო. ძოხებს გვესროდნენ. ჩვენ გქონდა ინფორმაცია, რომ მათ ჰქონდათ მოლოტოვის კოქტეილები, შესაძლებელი იყო ქონოდათ იგეგმებოდა პროვოკაცია, შესაძლებელი იყო ქონოდათ ცეცხლსროლი იარაღები და აქციის არც ერთ მონაწილე პოლიციელს არ ქონდა არც ცეცხლსროლი იარაღი და არც სხვა ზედმეტი საგანი, რომელიც კანონით ეკრძალებოდა პოლიციას. მაშინ რატომ ვნახეთ 26 მაისს ის სურათი, რაც ვნახეთ? აქციის მონაწილეებს არ მიეცათ საშუალება, რომ დაეტოვებინათ. აგიხსნით. რუსთაველის გამზირი. რუსთაველზე ეგრეთ წოდებული მომიტინგეთა დაშლა დაიწყო მას შემდეგ, რაც პოიქტ გარმა პოლიციელებმა, რომლებიც შვიდად ვიდექით და ველოდებოდით კონკრეტულ ბრძანებას, ჩვენ არ ვიცოდით მოვიდოდა ბრძანება თუ არ მოვიდოდა ბრძანება. მოხდა ესეთი ფაქტი. ბურჯანაძის ესკორტი დაიძრა და ჩვენ თვალწინ გადაუარა პოლიციელებს, რომლებსაც ჰქონდათ აღმართული კორდონი. ჩვენამდე სწრაფად მოვიდა ინფორმაცია იმის შესახებ მართალია ოპერაციის დაწყებამდე წავიდა ბურჯანაძე. ოპერაციის დაწყებამდე წავიდა ბურჯანაძე. კი და კადრებშიც არის როგორ ჯერ არ იყო დაწყებული ბურჯანაძე ისე თავშით გაიქცა. ბურჯანაძე თავისით გაიქცა, გიკვირთ ბატონო კახა, თქვენ ხო იცით ძალიან კარგად. ძალიან კარგად, მაგას მოგახსენეთ პასუხი. ბურჯანაძე გაიქცა მანამდე, ბურჯანაძე გაიქცა მას შემდეგ, რაც პოლიციის თანამშრომელმა და მერიის თანამშრომელმა მოუტანა საბუთი, რომლის მიხედვითაც მათ მოთხოვეს, თხოვეს, რომ წასულიყვნენ 12 საათამდე. ამის შემდეგ ბურჯანაძის ესკორტმა გაიტანა ჩვენ ბიჭებს ვეძახით ჩვენ პოლიციელებს, იგდუომი ადამიანები, ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ 5 პოლიციის თანამშრომელი იყო გარდაცვლილი. ყველამდე მივიდა ინფორმაცია. რა თქმა უნდა, თქვენ ხო იცით, რომ ინფორმაცია როგორ ვრცელდება. იმ მომენტში, იმის მერე, რაც ბურჯანაძის ესკორტმა გაიტანა პოლიციის თანამშრომლები ესე მანქანით და დაიხოცნენ, დაიღუპა ერთი პოლიციელი და დაზარალდნენ რამდენიმე. იქ უკვე არანაირ ბრძანებაზე არ იყო ლაპარაკი. მართალია. თვითნებურად მოქმედებდით, თვითნებურად არ მოქმედებდით. ეს იყო აი ფსიქიკური მომენტი იყო.